პრინციპზე, რაც რის გაკეთებას მოასწრო და რის გაკეთებასაც ვაპირებ და რის გაკეთებას გადაწყვეტილია ისე და ისე პრეზიდენტის და პარტიის მოქალაქეთა კავშირის ხარდაჭერით ამ წელიწადს 4 თვეში სამცხე ჯავახამო მან ვერ შეძლო ვერანაირად თქვა ამ საკითხების მოგვარება. სახელმწიფო ცნობიერების დაქვეითება იმჩნეოდა არა მხოლოდ ნინოწმინდაში და ახალქალაქში, სადაც ჩვენ ჩასულამდე ახალქალაქის გამგეობის თავზე სომხეთის დროშა ფრიალებდა, ხოლო შესასვლელში შლაგბაუმი იყო და რომ ჩახვიდოდი გეტყოდი რომელიც სახელმწიფოდან ჩამოგძანდიო ბატონო და ეს ახლა აღარ არის. არა მხოლოდ ჯავახეთის რეგიონებზეა საუბარი, მხარს დამიჭერენ დეპუტატი და სხვა, არამედ ქართულ მოსახლეობაშიც. ეს ამის მიზეზი ძალიან დიდია შესრულება. როდესაც იკითხავდით ნინოწმინდაში ცენტრალური და ადგილობრივ ბიუჯეტს გეკითხებოდნენ, ხახა აჩო გაყვე ბიუჯეტ ერევანი ბიუჯეტის. აი ესეთი განწყობა იყო იქ რო ჩავდით. ეხლა ნინოწმინდის რაიონი ბიუჯეტზე მუშაობს 90% შეასრულა, ხოლო ადიგენის ხოლო ძირითადად ორ რაიონზე მაქვს საუბარი ამ ეტაპზე, ხოლო ახალქალაქის რაიონმა ახალქალაქის ხარდაჭერით და დავნიშნეთ, აღვადგინეთ უფრო სწორედ მარაბდა ახალქალაქის რკინიგზა, რომელიც ყოველდღიურად მოქმედებს, ამ პერიოდში არ მოქმედებდა და წელს პირველად თბილისში შემოტრიალდა ეს ყველაფერი, წავიდა არა ნინოწმინდის გავლით სხვა სახელმწიფოებში, არამედ თბილისში და ეს თბილისში იგრძნობოდა. იხსნება რამდენიმე მაღაზია. რაც შეეხება ლარის წარმოდგენაც კი მხარეში არ იყო ეროვნული ვალუტის შეცვლასთან დაკავშირებით. არა მხოლოდ რომ როგორ მუშაობს, ლარი იცვლებოდა თუ არა არ იცოდნენ. ჩასვლისთანავე ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ისევ და ისევ ისათვის რომ დაკვირვებული იყო ლარი. ლარი დღეს მუშაობს თავისუფლად, მიცემ ხურდას, მოგცემ პასუხს, მაგრამ ახალქალაქის რაიონში და ნაწილობრივ ნინოწმინდის რაიონში ლარს ჭამს მანეთი, რუსული მანეთი. როდესაც ჩვენ ხელფასის ფონდი გვაქვს ახალქალაქის რაიონში 50,000 ევროეთ, თორემ საკითხი დაყენებულია, რომ რუსულმა სამხედრო ნაწილმა, სანამ ისინი არიან ახალქალაქში, 62 ბრიგადა, მიიღოს ხელფასი მთლიანად თუ არა ნაწილობრივ მაინც რუსულ ლარებში, ისა ქართულ მანეთებში. დამთავრებულია. სხვანაირად ჩვენ ავტომატით ეროვნულ ვალუტას ვერ დავამკვიდრებთ, თუმცა სრული პასუხისმგებლობით შეიძლება თქვა, რომ ლარზე მიდის ვაჭრობა, მაგრამ ლარის მასა გვაკლია ჩვენით. შემდეგ მე აქ მთელი როდესაც გვიწერია ბრძოლა კორუფციასა და გამომძალველობასა და ვსაუბრობ, მაგრამ აქ არის მეორე საკითხი. როგორ მივიდა თითოეული საქმე ბოლომდე. არის ძალზედ ბევრი ფაქტორი, როცა ჩვენს მიერ წარმოწმებული საქმე წამოღებულია, გაგუჭებულია სრული არცეთის მნიშვნელობით, სასამართლო ზალი თუ სხვადასხვა და ეს დაბრუნებული მეციდრის თვარი და როდესაც და მე შემიძლია უამრავი მაგალითი ჩამოთვალო. იყო ხარე მიქონდა ხერხეს, სრული პასუხისმგებლობით ხერხის